მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? თუ კარგად ხართ, რა შვებით? დიდი ხანია რაღაცნაირად თქვენთან ერთად არ ჩამიწერია მომზადების ვიდეო, მომზადების რა. Პროსტორად ყვებავის და რაღაცების წასმის რიტუალი თქვენთან ერთად აღარ გამივლია. ახლა გამოვედი აფასანიდან. ახლა რა თქმა უკვე მშრალი მაქვს ზემოდან, თორე ქვემოდან ერთი დღე უნდა რომ ძირები რომ გამიშრეს. ეს ჩემი საოცარი კრემი, რასაც ცხეში ბოლო პერიოდში მე აღარ ვიყენებდი, იმიტომ რომ ძალიან ისეთია სქელი და რაც არ უნდა ცოტა წაისვათ, ნუ არა და არ გადადის კანიდან და ზაფხულში ბოლო პერიოდში ვიკავებდი ხოლმე თავს ამის წასმისაგან, თუმცა ზამთარში ისევ დავიწყე და ვიხდი რომ ამაზე კარგად მე მგონი არაფერი არ მიტენიანებს სახეს. შეგვეძლო ხა ძალიან ცოტა დაგვედო, იმიტომ რომ აი ნახეთ როგორია და მაგრამ აი არ ვიცი, რაცა გადამოვიდა ბევრი და არა უშავს. თუმცა ახლა მე ისევ შეცდომა დაუშვი, მაგრამ თვალის არესთან ნუ წავისმევთ აი ამ მიდამოში, იმიტომ რომ მე მაგალითად მაწყებინებს ცრემლდენას ბევრი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა რომ ცრემლდენა მეწყება ხოლმე და მთელი მერე კოსმეტიკა ჩამომდის, რა თქმა უნდა. აი ამ მიდამოში თქვენ აღარ წაისვათ, მე ძალიან შევცდი ახლა, მაგრამ არა უშავს ხდება ხოლმე ეგრეთ. ნუ არც არის რეკომენდირებული მანწასმა, თუ სპეციალურად არ არის განსაზღვრული თვალის ირგული წასასმელი. რატოზი ვარ მუგრეხილი კაცმა არ იცის, ან ეს ტელეფონი რატომ მიდევს ახლა. მე დედამიშვილს. სკოთა მეკცა. ფიქრობ აი მე მდერამეს ვფიქრობ, რომელი ერთი ჩავაკვეტო, აღარ ვიცი. ერთ-ერთი ხელფასის მერე ან YouTube-ის ხელფას დაველოდები, ან ჩემი ბაღის ხელფას მინდა ეს თვალის ირგული წასასმელი ვიყიდო, იმიტომ რომ უკვე აღარცა მაქვს ცოტა და რაც არის უკვე რაღაცა არ ვიცი, თითქოს მოვიბეზრე თუ რაღაცა ეგეთი რა, პერიოდულად თქვენ იცით რომ აუცილებლად ჭირდება გამოცვლა, ვაიმე რა კაი აღმერთო ესე. ანუ გავითიშე. ცოტა კითხავრო დამეხვა ახლა რომ წრიულად დამახს ყველაფერი ამერია, მაგრამ კარგი. ეს წავისვით. რატო ჩავარდი შვილო? ვიცოდი ჩემ თავი ყავი გადასული ყავა დავლიე მართლა თითქმის თვენახევარია ვიცოდი ჩემ თავ არ დამილევა და ჩემი სალო და მისი პატარები ერთი თვე არ მინახავს, იმიტომ რომ ვერა და ვერ მოახერხე გადასვლა და როცა დავგეგმე გადასვლა მე ეს უბედურება მოხდა, რაც მოხდა და არაფრის თავი არ ამაგ, არაფრის აი საერთოდ არაფერი არ მინდა. გარდა იმისა, რომ ვიჯდე სახლში, რაც დამერწმუნებით ბევრად უარესია. ეხლა ეს რაც სიმციმებს ვიცი თქვენ გაწუხებთ. იმიტომ რომ მე ძალიან მაწუხებს, მოიცათ აბა ერთი წუთით. მეორე ჩავთე, ოღონ თავის თავს ლივს ანათებს დედას გეფიცებით. ის მეორე რაც რაღაც სიმციმებს და რაცა კონტაქტის პრობლემა აქვს და თემუდან გამოვიწერე რავი რამდენი ხანია თან საკმაოდ დაბალ ფასში და მინდა აღვნიშნო რომ აი სასწაულად გამოვიყენე, ამას თავის ფილტრები აქვს, ფერები, რომელიც ხა იშვიათად რომ მე გამიმეყენებინა ან რაღაც ეგრე არ გამომიყენებია.
ანუ შვილო რო არ ხარ იმის განწყობაზე რამე წაიტყლაპნო ხო შევა თავი დაანებო უბრალოდ რადგან დღეს ცალია იმისათვის რომ ცოტა კანს მივხედე და ვინც მიწერთ რომ გამომშრალი გაქვს ყველას გეთანხმებით გოგოებო იმიტომ რომ გამოფიტული მაქვს კანი რაღაცნაირად იმდენ დროს რომ ვეღარ ვუთმობ რამდენსაც ვუთმობდი მაგრამ არა უშავს მივხედავ აუცილებლად ვაიმე რა კარგია ეს მასაჟი ხო და მოკლედ რამე განათება მინდა ოღონდ სახლში რამად ქმევინებ ჩემ კვარცნება და არტყოს გული განათება მიკროფონი რომ მოვათრიო სახლში მიკროფონს აუცილებლად მოუწევს წყიდვა მაგრამ ახლა სხვა გეგმები უფრო პრიორიტეტულია და ამიტომ მაგაზე აღარ ვფიქრობ თან ძალიან კარგად იწერს ჩემი ტელეფონი და ძალიან სუფთად ისმის ხმები ამიტომ დიდად აღარ გავგიჟდი იმაზე რომ არ იქა და ეხლა უნდა გავიქცე და ხანდე ხან წარე ვარ აი დედიკო ხო და აშკარად საჭიროებს ჩემი განათება გამოცვლას თუ ჩემი ქმარი გაუგებს რაჯიანი დაბაშჭირს კი ბატონო ანუ ვერ მივხვდი რა უნდა თუ არა და მომიწევს რამე ვიყიდო იმიტომ რომ მაგალითად საღამო საათებში საერთოდ არ აქვს კარგი გამოსახულება ხა ჩემთვის არის სიბნელე ამ წამს ჩემმა მეუღლემ იქით მეორე განყოფილებაში დააყენა სხვანაირად თუ რა ხალხო პროჟექტორივით ანათებს ისეთი კარგია და ფიქრობს აქაც ხო არ დავაყენო აქ ცოტა თბილია შედარებით აქ ახლა რაც არის on ის რო ეყენოს აქ ბევრად განათებული კადრი გექნებოდა პრინციპში არც ახლა არ ფიქრობ რომ ხა ძალიან ბნელა მაგრამ საყურები ვიყიდე გოგოებო ერთი წუთით ახლა გარდამავალი ფერებია არაფერი ისეთი სამი არ მივეცი არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ რაც მეცვა იმ ზედისთვის სხვა ვერაფერი ვერ მოვახდინე ამიტომ იქვე ვიყავი და შევიწინე რაც ფრჩხილები ბოლომდე მაქვს დაჭრილი საერთოდ ამოვიღე გამოყენებიდან ჩემი ბეჭდები იმიტომ რომ საშელად არ მომწონს ჩემს კოტიტა მოკლებ ჩხილზე ჩემი ოქროების აგერა ამოვიღე ეს აქეთა ოქრო არ არის კაცო ეს ის არის დედამ რომაჩუკა და ვგიჟდები ეს ბეჭედი თქვენც იცით ეს სუმიკეთია ხოლმე ნუ რაც დავიჭერებ ჩხილები აღარ მაგრამ მაინც მიშვი ხო რა შეეხება ჩემს ბეჭედს ვთვლი რომ ულამაზესია გიჟდები ეს ჩემი ქეთოს ნაჩუქარია ჩემი მეჯვარის აი ეს ბეჭედი 4 კუთხედია ერთი პერიოდი ანუ 4 კუთხედია ზემოდან მაგრამ ქვემოდან მარიკო რატო ჩამოეფარე ანუ ეხლა რა ხდება ნახეთ როგორი ის არის აურატოშვები ხო აი ესეთი ის აქვს მაგრამ ზემოდან 4 კუთხედია ეხლა რაღაცა საშილა ჩანს მაგრამ თქვენს გეიცით ეს ბეჭედი ულამაზესია და გიჟდები ისე მიყვარს და ამას ძალიან ისე ვატარებ ხოლმე და ძალიან უხდება ფრენჩს მსგავს რაღაცებს თუმცა ახლა რა თქმა უნდა აბჭხელზე არ ვიკეთებ ეს არის ვერცხლი რომელიც არის ჩემი ქალბატონის ეს დედა მაჩუკა მოიცით ესე ჩუქა დედამ რატო არ შვება არ ვიცი მოკლედ ეს გავიკეთოთ ეს ხვალ უნდა გავიკეთო ეს ბეჭდები შესაბამისად ეს ვიცი რომ გეკეთა ეს საყურები ახალია
გავიგო რატო ქვრები. ხო და ნახა მინდა რომ ცოტა შეშრეს ეს მილიონი რაღაცა წავიდყავდნენ თავზე. ლიოელი რომ გამომიგზავნა აი ეს ხალხო. ჩემი გადამრჩენელია, აი სკალპისათვის არის იდეალური ეს შეგიძლიათ. კი სიყვარულო გამოიყენოთ როგორც იმ რაღაცებს რო წაისმევთ სახეზე თქო თმაზე ისე შეგიძლიათ დაბანის შემდეგაც გამოიყენოთ და ძალიან შველის თავის ტკივილებს სკალპის მასაჟორი აი ამ მოძრაობით ვიკეთებ ხოლმე. ხოდა ძალიან ვიყენებ მოკლედ ამასაშორს. მარიკო გაუშვი ხელით ხო არ ჩამომიგდო თუ შეიძლება ანუ არ ვიცი რამდენჯერ შეება გთხოვოდე და ესეც სკალპის მასაჟორია და სახაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა გამოყენების აი ვიდეთ არ გონი წიწკების ის აქვს მოკაცის ხზარყოფისთვის ძალიან კაია რა სპირტით უნდა დაამუშავოთ ახლა სიამოვნებით გავიკეთებდი მაგით უბრალოდ ახლა მე რო კიდე სპირტით უნდა ვამუშავო მაგის ნერვი უბრალოდ აღარა მაქვს მაპატიეთ ჩემი მოდუნება შევეცდები მალე დაუბრუნდე დაგიბრუნდეთ იმ ხალისით ეს ხალისი კაი ხანი ვერ დაბრუნდება მაგრამ ვიდეოების დროს აუცილებლად შევეცდები რომ ხალისი შემოვიტანო ისედაც დამძიმებულია ცხოვრება ყოველს თავის პრობლემა აქვს და აუცილებელია რაღაცნაირად რომ გადამდები პოზიტივის გადამდები აუ ჩემი სავარცხელი რა უყო მარიკო ტოკიდებს ხალს ხო არ იცი თვინმე დღეს არის იდეალური ამინდი აი იდეალური მე რომ მიყვარს ზამთრის პერიოდში ეგეთი ამინდია ზუსტად აღონდ ვერამსის ქემაცვია არ მკითხოთ აი ზამთარშიც რომ შეება სქელი იყოს ეგ მაცვია მაგრამ მაციებს უკვე აი იმ დღის მერე რა რაც ეს ამბავი გავიგე რაღაცნაირი კანკალი მაქვს და როგორც მითხრეს ნერვულია ჩვენ ყველას მიუძღვენი ვიდეო რომელიც არ ვიცი სინჯავ თუ დაიდო მაგრამ მე როგორც ვაკვირდები ქართულ სიმღერებს ბლოგს მიდებს მოკლედ YouTube ქართულ სიმღერებზე უცხოურებზე იმდენად არ მიჭედავს ასე ვთქვათ ქართულებზე ძალიან იმას მიშვება ქართულსაც გააჩნია მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქართულებს მიბლოკავს და არ მაძლევს დადებისუფლებას მოსინჯავ თუ დაიდო თუ არა და უბრალოდ კადრებად გავუშვებ ისეთ გაინტერესებს შეგიძლიათ მე გადმოხვიდეთ მიდევს დოდონას ბლოგზე და გვანცა ცივილაშვილის პირად გვერდზე წდევს ორივეგან ეს არის ჩემი ემოციების გამოხატვის ვიდეო მე მხოლოდ ასე შემიძლია გამოვხატო ჩემი წუხილი მიუხედავად ჩემი სიხალისისა და რასაც თქვენ უყურებთ გოგოებო მე არ ვარ ისეთი ადამიანი ვინც გამოხატავს ძალიან ბევრ სიყვარულს და ძალიან მინდა რომ ასეთი ვიყო ძალიან მინდა რომ ასეთი ვიყო მაგრამ არ ვარ ხანდახან მაქვს ხოლმე რაღაცის მაგრამ არ ხშირ შემთხვევაში არ ძალიან ცუდია ეს როცა გულში ძალიან ბევრი სითბო გაქვს და ვერ გადმოგაქვს ამიტომ რადგან ეს არ შემიძლია გადავწყვიტე რომ რაც შემეძლო ის ემოცია რა ძალიან მტკივილო და ადამიანტკივა ის ამ ვიდეოთი გადმომეცა და გამოვხსენებები იმ ადამიანს რომელიც ჯერ ძალიან ადრე იყო თავის მამიკოსთან გასაფრენად და
შეხვდება მის მამას. არ ვიცი, ამბობენ ხოლმე, რომ იქაც უფალს კარგი უნდა. ჩვენც კარგი გვინდა აქ. ჩვენ რა ვქნათ? ადრე როცა ჩემი გენო გარდაიცვალა, მახსოვს რა მძიმე პერიოდი მქონდა, მადლობა ყველას, ვინც პერიოდში მომხნევებდით, ფიქრობდი რაღაც პერიოდი ვიდეოები არ დამედო, ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა და მეუბნებოდით, რომ არა, ილაპარაკე და უფრო გამოხვალ და ეს ალბათ ყველაზე სწორი არჩევანი და ყველაზე სწორი ჩემი მხრიდან დაჯერება, რასაც თქვენ წერდით და ამ ყველაფერს ახალს ვითვალისწინებ, იმიტომ რომ აშკარად დადებითად მოქმედებს ჩემზე საუბარი და ჩემი ემოციების გადმოტანა, ისედაც ადამიანი რო იცლება ემოციებისაგან ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან შველის მას და მე მადლობელი ვარ თქვენი, ვინც რაღაცნაირად ამ პერიოდში გაუგებთ და აიტანთ იმ ადამიანის რაღაცნაირ მოწყენილ დღეებს და მართლა გპირდებით შევეცდები რამდენიმე დღეში დავბრუნდე იმ ყველაფერში. ყველაფერი გვერდით გადავდო, იმიტომ და გავაგრძელო ცხოვრება, იმიტომ რომ უნდა გავაგრძელო. მე ვარ ადამიანი, ვისაც ძალიან ახლოს მიაქვს სიტკივილი და კომენტარებში იწერებოდა, რომ ბევრი შინაურის გარდაცვალებას არ მიიღებს ისე როგორც შენ უბნელისო. ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ არ უნდა მიიღო უახლოესი ადამიანების წასვლა შენგან. თუნდაც უბნელის. არ ვიცი ხა ყველა სხვადასხვანაირია, ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგიერთი ვერ გამოხატავს, ხო? და ხო, ასეთი ვარ, მე ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე და ალბათ სუდი არ ასეთი დავიბადე, იმიტომ რომ ბევრი ტკივილი მაქვს გულში, რაც არ ვიცი ხანდახანსაც წავიღო და გულში ვამბობდი, რომ ცრემლი გამიშრა თქო. იმიტომ რომ ჩემი ვიდეოებიდან თქვენ კარგად იცით, რამდენი ბიჭი გავაცილეთ უბნიდან და უკვე მეტი აღარ შემიძლია. როცა გონია რომ სადღაც ჩერდება, ისე თავიდან ახლდება ჭრილობა და რატომ მკითხოს უნდა არ საიდან პასუხი არ გაქვს, რატომ მე რამდენი რა ხდება ამ უბანში ასეთი. ძალიან ბევრ კითხვას უსვამ ხოლმე საკუთარ თავს ერთმანეთს ვეკითხებით, მაგრამ პასუხს რა თქმა უნდა ვერავინ ვერ გვცემს, რა ხდება ასეთი უსაშველო. შესაძლოა გეწყინოს, მაგრამ ასე არ დაითრგუნო და განიცადო, როგორც მე ვარ. ადამიანი, ვინც სადღაც იქით აუბნებში ცხოვრობს, რომ თანაც არ გაკომუნიკაცია და უბრალოდ გაგიგია, ან გსმენიან ერთხელ მაინც გინახავს, ან ასჯერ უბრალოდ არ გაკომუნიკაცია და ასე შემდეგ. გეწყინოს, მაგრამ ასე როგორც მე ვარ არ იყო, მაგრამ ადამიანს რომელსაც სულ ხედავ, ყოველდღე ხედავ, გამარჯვების გარეშე არ გაგივლის, რომლის დედასაც მშვენივრად იცნობდი მის მამას, გაიზარდეთ ერთად, არის შენი კარის მეზობელი ხალხო, მე ადამიანი ვარ. მე ადამიანი ვარ, მე ჩემი ემოციები მაქვს, მე ჩემი გრძნობები მაქვს. მე ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ძალიან რთულია ცხოვრება. იმიტომ რომ ყველაფერი გულთან მიმაქვს, იმიტომ რომ ყველას ემოცია გულთან მიმაქვს, ყველაფერი გულთან მიმაქვს და არ ვიცი რამდენს გაუძლებს ეს გული. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. არ არის კარგი ამდენი ემოცია ჩემთვის. მაგრამ ასეთი ვარ სამწუხაროდ. საბედნიეროდ არ მგონი. ჩემთვის, ჩემი ჯანმრთელობისათვის ალბათ არ არის კარგი ასე. მოკლედ ესეთი ამბები. ხო, იმას ყვებოდი, რომ კიდევ იწერებოდა ისეთი კომენტარები, რომ აქ შემოვდივართ გასართობად და აქ რაღაცა შეწუხებული ადამიანი გვხვდება თუ რაღაც. ნახეთ,
თქვენ რომ შემოდიხართ და ჩემით მხიარულდებით, რაღაცნაირად ჩემით ის რამდენიმე წუთი განტვირთვა გაქვთ, ის რამდენიმე წუთი ჩემთან ერთად ხალისობთ. განა ასეთი მძიმეა, რამდენიმე წუთი უბრალოდ სხვისი ემოცია მოისმინოთ, რომელიც არ არის მხიარული. ჩვენ ხარ ცხოვრობთ ისეთ სამყაროს, სადაც სულ მხიარულებაა. ტკივილი ხო ყველას კარზე აკაკუნებს.